შეხვედოთ ახლა რა არის გონიოში. გინახიათ? რა ხდება გონიოში? გინახიათ რუსული ყოფილი სამხედრო ბაზა. გაუბედურებული ტერიტორია ძროხები ეკარგება ხალხს რომ შედიან. რუსული ყოფილი სამხედრო ბაზა მეგობრებო. გაუბედურებული 13 წლის განმავლობაში ხალხს ძროხები ეკარგება რომ შედიან. მეგობრებო, თურმე რა ყოფილა აქ, ეს არაბიზაცია, ეს არის შემოგდებული თემა. აქ ნამდვილი არის ისე საიდუმლო ადგილ სამყოფელის ხელში ჩაგდება, რომელსაც ქვია ქართული ბერმუდის სამკუთხედი. ხო არსებობს ბერმუდის სამკუთხედი. სხვათა შორის მე საკითხული მაქვს მაგაზე ბავშვობაში ბევრი რაღაცა მოუცნობი მოვლენა განსაკუთრებით კვირის პალიტრის წისკვილმაც კი ფრქვასო ასეთი რუბრიკა ქონდათ ასეთი ამოუცნობ პარანორმალურ მოვლენებზე და იქ ხო გემები იკარგება ხალხო არა რადარი ითიშება რაღაცა კავშირგაბმულობა და ძროხა რო შედის თუნდაც მას კონდეს Apple tag-ი რომელიც საშუალებითაც ხდება მიდევნება ადამიანების ამაზე ცნობილი სკანდალია უკვე ხო ასევე ძროხა უნდა იქნას ნაპოვნი ან Apple tag-ების ან კისერზე ხო ზარს ხო დაკიდებენ ხოლმე სოფელში რომ ვიცოდეთ ხოლმე სვანეთში როგორ მიყვარდა ეს პერიოდი როგორ მენატრება კიდევაც ხო აი მაგასთან ერთად უკიდებენ Apple tags ну Samsung-საც აქვს თავისი რომელიც ადგილ სამყოფელს გიჩვენებს გარკვეულ ნივთს ან გასაღებით და ასე შემდეგ და რო შედის ძროხა ხო იკარგება ეს ძროხა GPS-ი ითიშება Bluetooth-ი ითიშება ყველაფერი ძაღლებს ყნოსვა ეკარგებათ ამ გონიოს ტყეში რო შედიან ისეთი გაუბედურებული არის რომ აი ქართული ბერმუდის სამკუთხედია მეგობრებო ეს გონიოს ტყეები მაგრამ რო იძახეს გაუბედურებული არის ეს კრეტინო 13 წლის განმავლობაში ქართულოსებას წვანეთა პარტია რო ყავდა კოალიციაში და გარემოს დაცვაზე და კლიმატურ ხუხტურებზე რო ლაპარაკობს რაღაცა ყაველაშვილი გაეროში ხო მაშინ არ უნდა იყოს გაუბედურებული და უნდა იყოს მოვლილი